გამარჯობა მეგობრებო. გუშინ კარები ჩავსვით და ინორუმში. ეხა ელიავაზე ვიყავი, რაღაცეები ვიყიდე. მე მგონი მოურჩი ყველაფერს რა. დასარესიღაა კარები და всё რა, ერთი პატარა გამწოვი მინდა ფორტოჩკაში, რომელსაც ვიყიდი ამ დღეებში. დიდი გამწოვი მინდოდა, მაგრამ 900 ლარია და 900 ლარი ძალიან ძვირია. მაშინ გამოვწერა ალბათ რა, ან პატარა ზომის ვიყიდი. ხო. სხვა რა ეხა კომპიუტერის მიერთება მინდა და მონიტორი რო ჩამოვკიდო რა, სხვა არაფერი. კარები დაიდგა, ეხა უბორკა გამოვგავე, გამოვწმინდავ და მე ხელოვნურ ბალახს დავაგებ. ჯერჯერობით ეს არის. წავალ ხა სვალტილოს გამოვსმე. ორი უკიდურესობა. დაინოზე მოვალაგე, გავმართე, ჩავრთე, ყველაფერს ხედავს. ნახე, პროსტა მოტო არ დამიყენებია რა, ისე გავტესტე. ლეპტოპიც მიუერთდა. ეხა მივდივარ ზურასთან, დოლმაძაშვილს უნდა ცეპრენის ფირფიტები. თუ ვერ ვიშოვეთ ზურასთან, მე წავალთ ჩემთან და ჩემ მოტოს მოხსნი და ვათხოვებ ჩემ ფირფიტებს რა. ხო და ნახოთ, იქნება 2.9 კონდეს ზურას. მოკლედ სასწაულ დროებს წერს, ჩემი დანასტროებებული 636 მიშოსი. 10 ჩიარა და მაღალ 9-ში ის სხვა. ძალიან კმაყოფილი ვარ, ხო და ნახოთ აბა ხვალ დრაგზე რა იქნება. გამარჯობა მეგობრებო, გათენდა კვირა დღე და დღეს არის დრაგი. მოტო დრაგი, აუ ისე მეზარეო და ეხა წასვლა. ჯერ ვიფიქრე მოტოთი ხო არ წავიდე მეთქი. ტურბოთი, თან გავტესტავდი გზაში. აუ რომ მივედი ისეთი მტრიანი იყო, აი ძალიან დამეზარე და დავქოკე მანქანა წამოვედი მანქანით. ხო და ცოტა ხანი გავჩერდები. ნახოთ რა იქნება, აბა იქნებ რამე გადავიღო. და ჩავსვა ვიდეოში.
უხახუნე ჟორა. უხახუნებ კაცო, უხახუნებ. თელი დღე შეიძლება ეს ვაკაცო, უხახუნებ, აღარ მინდა, აღარ შევიდე. ცეცხლი? 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 ცეცხლი. ობა. ობა. ცეცხლი მოშორდი. ეს არის მომავალი ტურბონოდა რა. ტურბონოდო. ადელნიკი ტურბო ლუკა. კაია, მომავალ წელს რა მეორე ეტაპზე იქნება თქვენი კლასი. ეხლა შემოვედი, სტარტისკენ მოვდივარ. აუ, აქ არის დრიფტი და ტვინი გაბურღეს, საშვი რა, საშვი. ვაფშე არ მაინტერესებს ტვინი დრიფტი. ერანიან ეს. ხო და წამოვედი ეხლა, მაგრამ მაინტერესებს სტარტი რა. ბოლოში კი კაია შედეგის ყურება, მაგრამ სტარტი უფრო მაინტერესებს. ნიკას ცეპრენია მაინტერესებს რა სიზავს, ვინ როგორ დაისტარტება. ხო და ნახოთ აბა რა იქნება. Assalamu alaikum. არაჩე ერთი ის არის რა. როგორ ძანდებით? კარგად გეთაყოთ, როგორ ძანდებით? მოდი დაჭექი რამდენი მაქვს ჩემთვის მოსაყოლი. გამარჯო. მიხარ როგორ ახ? თქვენ როგორ ახ? ხოჩაგა. გამარჯო. ანა რიბიენ. უძლებ რა. სიცხეს ვარეგე. ყველას. ყველას და ყველაფერს. ერთად არ ვიყავ, შეიძლება ეგერი მონაწილეები თუ პარტნიორები თუ ვით ამ სფეროშია ჩართული, რომ ეს შევძელით და დავდეთ ეს პროდუქტი რა. ეს არის მაგარი. ეს არის ჩვენი ყველა სოფლიო ვირტუალ. ბევრ ქვეყანას ეს სისტემა არა. მე შემილია პირველი პოლის ხალხი დასტარტოზე მოვიდა. მანდ ძალიან გვიჭირს. ამაში ეს რეაქციის დროა, ხო? გარბენი და ფინიშზე სიჩქარე. ეს 300 მეტრია, მეთქი რა 10 და ხო 300 მეტრია. მაგარია. აღარ მოდის, აღარ მეკითხება, აღარ იქაც ხო არ არის ეს დაშვებული. არ გამიკეთებია, შემიძლია. ეგ მაგარია რა, აკაც თაღი უნდა მქონდეს და ფინიში განათებები უნდა იყოს. შენ როგორ ახ? ძალიან მაგარია. ცოტა რეგლამენტით რო დაიხვეწება, გაიქნება. არ მოწოს. ოდნავ მე მგონია რომ საშიშია, დაწევა არ შეიძლება. მოკლებასაშიო ტრაკის დაწევა არ შეიძლება. ეს ხედან და თავის დაიმტრევენ. და სწორზეც არასტაბილურია. ეგ არის სამოქალაქო. და შენ თუ სპორტსმენმა დაწიე, მაშინ ეგ სამოქალაქოა. მაშინ რა უნდა იყოს, იცი, რაღაცა დრო უნდა იყოს, იმ დროში ქვევით ვინც დადის, პროებში უნდა გადმოვიდეს. სოფლიოზე არის, კლასზე ძრავებით კი აღარ მეკითხება. დროებით. ეგრე უნდა იყოს. და რომ ვიღაცას უფრო აინტერესებს ერთ-თან ZX-ები როგორ დადის. ხო, კი. აინტერესებს, ვიღაცი მოგებს კი. ხო. სოფლიო ჩემპიონატი ანუ წინ მივდივართ. კაია. ჩვენ რა გვეშველება? ჩვენ რა გვეშველება? კაი. თან მაგრა გვეშველება. ანუ ვეცნობი ახალ პროდუქტს. ბიჭო, აქ გინდა იყო მართლა? არა, მოგეფარებ, ხო. რაღაც თქვა მინდოდა. მე
სადგამოდგა სამსახური ლაზერი აირია და უცბად ტაქეომეტრი გავშალე და 2 წერტილი შევაერთე სხივში გავუტანე ოფსეტი დაუსვი. თორე დრაგი გაიწელებოდა კიდე რა ვიცი ალბათ 1-2 საათი. თუ მეტი არა. მოვედი და დაიწყება 600-იანის კლასი. მოკლე 600-ები იწყება. ნუ გზელი აღარც არის. სულ 3 დარეგისტრირდა და არ ტარდება. ეხა იწყება 600-ები. სტარტიდან გადავიღებ 600-ებს და 1000 რო დაიწყება. მე ცოტა უკნიდან გადავიღებ, რომ დროებიც გაჩვენოთ. ვირა დროში იარა. აბა მიდი ნინო. ნინო. ოჩა ჩემი დანასტროიკებული 626. ჩემი ნასტროიკა.
გაიქა. დოლმაზაშვილია მარცხენა. და მე მიკა. ისე ვიშო. ჩაიარა ქორივით. აბა ნიკა. ეს არის წყემსი ჯიჯი. მოიტა შევცვალოთ 20 წუთი გა. ნიკას ქონდა ფალსტარტი და ცეპლენია არ უმუშავებს. არ იწურება საერთოდ. მოიგო, საღო. იმას ნახე მაგრამ არა, მე ცვადაშვილი. აი, და ფინალის მეორე ზაეზდი.
ამას რო ხა კაი რეაქციის დრო კონდეს გაასწრებს. Просто დაშინებული ხარ. ფინალის მეორეზე ესდია. დრო უკეთესი გქონდა შენ, просто რეაქციის დრო ქონდა. ვიგორდე. არა. Давай, мидих. Chodźcie gaz. ესეც ჩემი დანასტროიკებულია ეს ქუთაისელების GSX-ები ეს ის არის პლუს 7 ცხენი მოკლედ დასრულდა დრაგი მე ძალიან ვისიამოვნე პატარ-პატარა ისინი იყო მაგრამ ძალიან მარტივად გამოსწორებადი ლაფსუსებია რა შუქრიშანიც ძალიან მაგარი იყო რეაქციის დრო იყო სიჩქარე იყო დროებიც ეგრევე ნათდებოდა შემდეგ ეტაპზე დიდ ეკრანზე გაიტანენ ამ ყველაფერს და
ნელა ვითარდება რა. აი წრიულზე გვიჭირს ცოტა, მაგრამ ტრაგი ვითარდება. და მე ვერ მაგათ კმაყოფილი ვარ რა. ერთი იქიდან რომ რაღაცა წინსვლა არის და ცდილობენ, მუშაობენ, კაია და მეორე ჩემმა დანასტროებულმა მოტოვებმა იფრინეს. და ძალიან კმაყოფილი მივდივარ ეხა სახლში. გამარჯობა მეგობრებო. დღეს მე რამდენი დღეა ტრაგის მესამე დღეა. ტრაგის მეორე დღეს აბასთუმანში ვიყავი სამსახურის საქმეზე. ვერ გადავიღე ვერაფერი, კამერა დამრჩა და მაგარი ბუნებაა ძალიან. ხო. ეხა მივდივარ DHL-ში, ამანათი უნდა ავიღო. გუშინ წინ ჩამოვიდა, მაგრამ რატომღაც SMS-ი არ მომსვლია განბაჟების და მივიდე მოვიკითხო რა ხდება. Yamaha-ს ბლოკი და კაბელია ჩამოსული, ახალი R1-ის. და დიდი ალბათობით რამე პლაკატიც უნდა იყოს, თუ არ დავიწყდათ. ხო, ეხა ტელევიზორი მაქვს, დიდი მონიტორი უნდა დავკიდო დაინო რუმში. მოტო წავიყვანო. ევაკუატორი მოვა 40 წუთში, 40-50 წუთში. და იქნებ მოვასწრო და დავიწყო ნასტროიკა ჩემი ტურბოსი. ფიქრობ პირდაპირ ამ მაპს შევინახავ ბენზინის მაპს და პირდაპირ 85-ზე დავანასტროიკებ. და map switch-ი მაქვს ნაყიდი, map switch-ი რო ჩამოვა, მე map switch-ს დავაყენებ და შევცვლი ხოლმე map-ებს. საწვავზე, ჩვეულებრივ pump fuel-ზე და 85-ზე. მოკლედ წავედი ჯერ DHL-ში, მერე სახლში, მოტო დავუდო ევაკუატორს და მერე კოშკში. ეხლა მოვა ევაკუატორი. ტურბოს წავიყვანთ მოტო დაინოზე. მანამდე ეს გვამი ეს ადამიანი. რა ვიცი, კამი დროებით დავაწებე. სხვათაშორის მაგარი წებოა. ნუ ფასიც კაი აქვს. მაგრამ ნახოთ აბა რა გამოვა. თუ ვინმეს დაგჭირდებათ. ეს მე ლამაზად შემოვაჭრი, ჯერ კარგად დაეკროს და დეში ხო შევცვალე და ვერ გააკეთეს, რა ვიცი, 0-ს წერს ისევ გარბენს თან წითლად. ხო და მე მივუერთდები იმერი utility თვითშალიჩებ და კომპიუტერის ბრაბექს გავიტანი იქ. მაგარი მოტოა. Просто ქართული პლასმასები უნდა და ფარები და მაგარი მოტო იქნება. გუშინ დასავლეთში ხوار მიდიოდით. მიკუშა იყო. ო, ტრასაზე დავინახე. მაგიტო ეძინა 9 საათზე რომ დაულები. წავედით დაინოზე. ნახოთ აბა, რა გამოვა. ცეპლენია თუ გაკაჩავს. ხაშურში გავხდი წასასვლელი სასტრაფო საქმეზე და მოტორს ჩამოვაგდებენ დაინოზე. ანრი დახვდება და მე ხაშურს მოვიმრი და მეც მივალ. აი ესე მივალ.
ტელევიზორის კედლის საკიდი ვიყიდე. 10 მეტრიანი HDMI კაბელი ვიყიდე. ბოქსში მინდა ტელევიზორი დავკიდო, რომ HDMI დაუშვა და პირდაპირ უყურე და ისერი არ მომეღწევს. ჯერ ბევრ რამეს ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ ჯერ დასამოღამებელი მაქვს, ანუ პრაქტიკაში რა დამჭირდება რეალურად რა ვნახო რა. და აი ესეთი ამინდია გოლში. ეს დასამთავრებელია. აქ გამწოვი უნდა ჩავდგა. ხომ დავკიდო ტელევიზორი. ეს უნდა გავაძრო. ალა იქნება? მაგას უნდა გავატავე. ბიჭო. რა ხდება? მომიხარ ის გადაიწყო. აკუჩი მინდა, მალე გავიცი. ჩუ. დავიწყო? დაიწყო. ვაიმე. ეხა ნახე რა ქნას. შენი ხარ კოჩაი. შენი ეს არა. არა ვიდო მაგრამ რა. ეხლა თორე. არა გამოხსენი. ეხლა თვითონ მაინდა ვახარ. ეს უნდა ისამი რა. ეხლა იმ შემოვიდა რა. ომი ყურეშენა ზამალა ფორტია. არა, კაია. ეს ბლოკუნე იჭდეს და აქედან სეგროვე თვალებში უკუშა. ხოჩა, ვაფშე მაგარი. გენიოს აღაჭარდე. აჰა, დღეს მორჩით არა? სხვა რა გვაქვს? ეხლა მაგას ტელეფონში იგზავნი მერე? მოკლედ ჩავასხე 85 სმეს ვასწორებ. წინაღობა არა აქვს, როგორმე დინო უნდა დავატორმოზო, რომ თნევაზე გავიდეს მალე. როგორც რეალურ პირობებში. ამას ტრასაზე გადანასტროიკება მაინც დაჭირდება რა. Insta 360-ს დაიმდეს, მე რო ვაკეთებ ვიცი? ხო. GoPro-ს ეს. ეს ვიყიდე, შენ წირო ისა ზუმე. ხო. 200 ლარი დამიკრეს. სამით მოხარში. ისა. აი, მე
მან თუ დაგჭირდება ის შემიძლია მან. აბა გამოგია. ახლა ეს ასე ეს ასე ჯერ დავტესტოთ, ვერ ავიყიდოთ ლიცენზია. ჯერა ეს რამდენზეა? ხო. თავისი? კი. აი ამას აქეთ გადავდებ ხოლმე რო არ შეგიშალ. ეხლა Wi-Fi უნდა. სანდე სორამია. გინდა ინტერნეტი მოგცე. არა ინტერნეტი არ მინდა. აბა ეს ინტერნეტზე არ მუშაობს. შიდა ქსელია. TV უნდა ჩართო? ხო, ჯერ ვერ მოვიწყეთ, ესეა რა. რაღაცები მაგ ის უნდა დავწერო. მაგიდა რომ კომპიუტერი და მაუსი აქვს დავდო, თორე დაამიტანჯება. აი იქეთ რომ არის. ხო. გამიშტერწები ახურე? ის ხო. გადამყვანი გიტრების. ლაიქ. მიუწიეთ ხელი. მასა ინტერესანტია. ეს დათახურება რო არ მოხდეს, ხო მაგით? ხო. Astერთმეტი ცხენია ჩვენა ქარხნულმა. ეხლა შევიტანოთ ცვლილებები. ეხლა დროა. რავი მე ვაუქმებ ხოლმე მაგას. ეს შლანგი გაუქმდება, ეს შლანგი არის მაგისი. კი, ეგეც ბაკზე ერთდება ეგ შლანგი. ხო, იქიდან გამომავალ. იმას მე ჩახსნი რა მაგ შლანგის გაყვები, კაბელები რა აქ რო. აი ესენი რო არის, ეს აი ამ მატორჩიკი არის. მატორჩიკში წავა, ხო. ხო. აი 110 ცხენი დაწერა MT ძრავზე. ხო და ეხლა ხელები უფათურეთ და ვნახოთ. იმედია 100-ს აცდება. რა იგამოვა, მაგასაც ვნახე. რა იქნება.
ეს არის 23 წლიანი MT-09SP. არის ქარხნულ დამშვებზე, ძალიან დიდი კატალიზატორით არის. აჩვენა 110 ცხენი. სმესი წარეული იყო. ჩვენ ჩარევის შემდეგ სმესი დალაგდა, ცხენიც მოემატა. 5 ცხენი მოემატა. რაც მთავარია, ცხენის ძალის დიაპაზონი გაიზარდა ძალიან. და ეხა პატრონი გაივლის და ნახოთ. გამარჯობა მეგობრებო. ჩემ ტურბოზე მაქვს ისე ცეპლენის პრობლემა. Proxys heavy duty პრუჟინების დავაყენე, ოღონდ არ დამიყენებია შაიბები, შიმინგები რა. ეგრევე დავაყენე. ხო და დიდი ალბათობით უნდა და რა, აბა რატომ მოყვა. ხო და ეხლა დავშლი ჩემ ცეპლენიას, დავუდებ ამ შაიბებს, ავაწყობ. დასვლის დროს ვნახავ სტაკი რამდენია, რა მდგომარეობაშია საერთოდ ცეპლენია და ვიცი, ვნახოთ რა გამოვა, სანამ თავარი ცეპლენია ჩამოვა, ეს შევამოწმოთ. ვიყიდე MTC ლოკაფი, რომელიც უკვე მე მგონი 10 წელია აღარ გამოდის, ამ მოდელისთვის თორე ისე როგორ არ გამოდის. ყველა 400 ცხენი ძალიან პლუს მოტოს ეგ ცეპლენია უყენია რა, იმიტომ რომ ქარხნული უკვე ვეღარ გაჩავს. ხო და სანამ ის ჩამოვა, მოდი ესეც ვნახოთ. როგორ მდგომარეობაშია. ცეპლენი არის იდეალური. ეხლა უნდა გავზომო სტაკი. კონცეფცი. გადავუმატო. მოკლედ ჯერჯერობით თავის გაზზე ვასწორე. ატმოსფერულ პირობებში ვასწორებ მოტორს. ჯერჯერობით აი აქ ვარ. ანუ როლინგის კატაობის რეჟიმში პლუს მინუს კარგად არის, გავასწორე ყველაფერი. წნევაზეც რო გადის, იქაც დავარეგულირე ცოტა რაღაცეები და 9-ზე მეც არ ტრიალებდა. სმესი გავასწორე და ეხა ტრიალებს ბოლომდე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სვეჩებია შესაძლებელი. მაგრამ ზუსტად ჯერ არ ვიცი, ჯერ მაინც დასამთავრებელი გვაქვს. ამას ერთი
3-4 დღე დაჭირდება ტრიალი ესე. თან სხვა საქმეებიც მაქვს თუ მოვიცალე დავამთავრებ თუ არა დამეწელება ჯერჯერობით ესე არა მოკლედ ავტოტუნი არის სრული სისულელე გამოვრთე ავტოტუნი და მე თვითონ ვასწორებ ყველაფერს აი ძალიან უაზრობებს წერს რა ავტოტუნი საშინელ რაღაცებს წერს და გავაჯმეინე მოკლედ წამოვედი ახლა სახში, იქაც ბევრი საქმე მაქვს. ლოგები ჩავიწერე. 4 ლოგი ჩავიწერე. მაპიც, კომპიუტერი წამოვიღე, მაპიც მაქვს. ხო და დაწყნარებულზე საღამოს ჩაუჯდები და შევიტან კორექციებს. მე იმ კვირაში ჩამოვალ და ჩავწერ. ახლა დრო აღარ მაქვს ფიზიკურად რომ დავრჩე და გავაგრძელო. ხო, თავის გაზზე და 0304 ბარზე გავასწორე იდეალურად მუშაობს მოტოციკლეტი, აი. ესე. მაგრამ როგორც კი მეტგას ვაძლევ, სმესი არ უჭირავს ძალიან ცუდად 11-ს ვხედავ და აი ბოლოცებს ვერ ვხედავ. მაგრამ ცოტა ფურთუნებს რა ესე შვება და არ გამოვრიცხავ რომ სვეჩი იყოს. შეუსრულდა სვეჩს 300 წელი. ხო და ჯერ ესე გავაგრძელებ და თუ კორექციების შეტანა არ მისცა რამე სხვაობა, მე უკვე სვეჩებს შევცვლი. იმიტომ რომ ეხა მაგის მოხსნა და მაგის შეცვლა. ხო, კიდე მთავარი ცეპლენიას ეს შაიბები დაუდე და ვაფშე აღარ მოგსაუბრ ცეპლენია. ხო და ნახოთ რა იქნება ისე თეორიულად სადმე ჰაერი რო იპარებოდეს, ეგეც შეიძლება, მაგრამ მე ეჭვება. არ იპარება არსად. მოკლედ საჩალი ჩომაქ რა. პირველ რიგში ახლა maps ჩავუჯდები, logs ვნახავ და იმის მიხედვით გადავწყვეტავ შემდეგ ნაბიჯებს. ხო და ესეთი სიტუაცია მქონდა, როცა ინტრიგავა ტურბინე რა. ყველაფერი იდეალურად იყო, მუშაობდა კარგად, როცა ბოლომდე ჩავაჭერდი გაზს, წნევაზე რო გადიოდა, ფროტუნს იწყებდა რა. ხო და ზოგს კი არ სჯერა, მაგრამ ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ეს არის სვეჩის ზაზორის ბრალი. ხო და სვეჩის ზაზორს შევცვლი. ვაფშე და სვეჩებსაც შევცვლი, დავაზაზორებ, დავაყენებ და აი გავტესტავ და მე ვნახოთ. მაგის ბრალია თუ არა.